გამარჯობა, ესე იგი მეორე დღე დედა ერევანში. შენ არავინ გელაპარაკე გოგონაცა. Sorry. ხო. ხელ გვეძინა კარგად. ანუ მე მეძინა სამ მამაკაცთან ერთად უცნაურ დორმში. ეს ადგილი თავიდან ჩემთვის იყო განკურთხებული, მაგრამ როცა შევიხედე და დავინახე სამი ბანდბლიანი ირანელი მამაკაცი, თუ შეიძლება ამას მიჩამისოთ ქსენოფობიაში, ნამდვილად შემეშინდა და ჩემი ადგილი დაუთმე ბექას. არა, ჩემთვის წარმოუდგენელია გვანცამ ბანჯგვლების რაოდენობის მიხედვით, საიდან განსაზღვრა მათი ეროვნება. მაგრამ ნუ მე ჩემი თავი შევწირე და ანუ 10 ერთზე არა, მაგრამ 3 ერთზე კი მოდიოდნენ რა და ესე ხმალა მოღერებული თუ მოღერებული შევარდი და დავიძინე. ნუ გვანცას გარეთ ეძინა. იატაკზე. ნუ კიდე რა, დილით არმენა არ დამხვდა, არმენას დაიკო დამხვდა. ხოდა რა ვიცი. 500 გრამი გადაიხადა პირსახოთში. ანუ ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში ისაა, რომ სანამ წამოვიდეთ ხო არა, გვაცა მეუნებოდა რომ პირსახოთში წამოიღეო და რა ვიცი, აი პირსახოთში დამრჩა რა. და აი ასე 500 გრამში გავიტენე რა, იჯობდა რომ საერთოდ არ მებანავა რავე. ხო, კიდე რა იყო? კიდე ის დავლია, ჩაი დავლია ირანული ძალიან მომეწონა. მე გოსტა. გვანცასაც უნდოდა, მაგრამ გვანცას არ გაუმასპინძლან. იდე რა. და ეხა ნუ ტაილანდის საკონსულოს მოვაგენი პროსტა ქსეროქსი ანუ პრინტერი მინდოდა და შემდეგი ჩართვა უახლოეს მომავალში ექსკლუზიურად თქვენთვის. ხო და ის არის ფურთხის ღირსია ჰაესტანი, ისევ როგორც გურჯისტანი, იმიტომ რომ ის არის რა ქვია. ანუ კომპიუტერულ მაღაზიაში კი არა და სერვისში პრინტერი არ აქვს. ეს და საქართველოში არ ხდება.